არის მამა ედუარდ ბერნაეზე ამბობდა: ხალხი არის ბრბო და მათი მართვა შეიძლება ინსტინქტით. მოდით მოვიქნებით ბრბო და გავხდეთ საზოგადოება. საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანს შეუძლია გამოცუროს ნებისმიერი ტალღიდან სურო მეცხრე ტალღა იყოს. ამიტომ მოდით ვისწავლოთ ცურვა. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 16 წუთზე მოროშკინას პოდკასტი რადიო იმედზე. გადაცემის წარმოდგენია ზოდიაქოს სიგნაღი, ხინკლის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი 551 52 37 10. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო დღეა, შეიძლება ითქვას ისტორიული დღე. ტრამპის ინაუგურაცია და მთელი მსოფლიო ელოდება, რომ რაღაცა შეიცვლება. ქვეყანა არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო რაღაც უფრო სულიერ პლასზე გადავა, რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება და იმდენად დიდია ინტერესი აი ამ ცვლილებების მიმართ, იმდენად დაიღალა ხალხი ბილწითყვაობისგან, რაღაცა ამ პოლიტიკური აჯაბსანდალისგან, რომ მაგალითად წინა ორშაბათის გადაცემა, რომელიც ქალბატონ მარინა ყლხიდაშვილთან ერთად ჰქონდა არაჩვეულებრივ ფსიქოლოგთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ძალიან მოთხოვნადი იყო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, თითოეული ლაიქისთვის, თითოეული სურვილისთვის და გასაგები იყო, რომ მეტი სულიერება გჭირდებათ, მეტი საუბარი იმაზე, თუ რა ხდება არა მარტო დედამიწაზე, არამედ კოსმოსშიც, რა ხდება ზოგადად ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ნაწილაკი ძალიან დიდი სამყაროს და შესაბამისად უნდა განვიხილოთ რაღაც არა მარტო ვთქვათ ერთ ქუჩაზე 20, 30, 50 ადამიანის რაღაცა დაგეგმილი ცხოვრების წესის მიხედვით, არამედ გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანად შევხედოთ რა ხდება ჩვენს გვერდში. ამისათვის მოვიწვია სალაპარაკოთ ერეკლე შონია, ხა ერეკლე ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი ძმაც არის, ამიტომ თქვენობით ნამდვილად ვერ დაველაპარაკები და ერეკლე, რომელიც არის მკვლევარი, ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველი და იკა მადლობა რომ გამონახეთ დრო და პირდაპირ გადმოვალ ესეთი შეკითხვით. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ჩვენს გარშემო, რომ სულიერება ნამდვილად იმდენად დასაფასებელი გახდა, რომ აღმოჩნდა რომ თურმე გადაცემებში უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, ადრე სხვა ადგილი არსებობდა, სადაც სულიერებისთვის მიდიოდა ადამიანი, რა იცვლება, სად გადავდივართ, რა სამყაროში შევდივართ და ზოგადად რა ხდება ჩვენ გარშემო. ანუ იმ გადაცემებში, რომელსაც აი მე მინდა რომ კომპლიმენტი ვთქვა ხალხმა მარინამ რაც ერთი კვირის წინ შეატარა, ძალიან კარგად იყო აღწერილი პროცესი, მე დავამატებ რაღაცებს. ეს არის რა, სულიერება სიტყვა სადაც ხვარობთ, ეს რომ არ გაიკვირდეთ რა ამაზე საუბარი მით უმეტეს ჩემთან, ეს არის ადამიანის სულიერი დანიშნულება, ასევე ერის სულიერი დანიშნულება. ეს არ არის უშუალოდ სამღვდელოება, ეს არ არის რაღაც ეკლესიური, მარტო ან რელიგიური რაღაცა სისტემები. არამედ ეს არის დანიშნულება ადამიანის სულიერი, რისთვის დაიბადა, რა მსახურებისთვის, როგორ უნდა ემსახუროს მან ადამიანებს, უფალს, გარშემოყოფებს და აქედან გამომდინარე ყოველ ადამიანს აქვს თავის მისია, თავის სულიერება. საუბარის დროს, რასაც ვამბობთ ადამიანზე, იგივე პროცესები მიდის სახელმწიფოზე, ერზე, კაცობრიობაზე, ყველაფერს და ყველას აქვს თავის მისია ამ ქვეყანაზე, ამ დედამიწაზეც, სამყაროში. აქედან გამომდინარე, აი შესრულებული ფუნქციონალი და მისია შესასრულებელი, აი ეს ზუსტად სულიერება, რომელიც ახლავს ადამიანს სულს დაბადებიდან და ასევე ერს დაბადებიდან ახლავს. აქედან გამომდინარე, თუ იგი არის დალაგებული, ლაგდება თავის საქმეს ასრულებს, თავის დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს მისდევს და აწესრიგებს თავის ყოფას, მაშინ არის ჰარმონიაში გარე სამყაროსთან, თავის თავთან, სოციუმთან, უფალთან, ყველაფერთან თუ არ ასრულებს და არის მუდმივ დისონანსში და ამ დისონანსის გამო, როცა ვერ ასრულებს ადამიანი თავის საუშოთ ფუნქციონალს ნორმალურს, ამას ჩვენ ვეძახით ხოლმე ნორმიდან გადასვლას რაღაც დოზით, ხო, როცა ნორმა არ არის ესე დაცული, ან არის შებრალული რაღაცნაირად, ან არ არის გაკონტროლებული, ან აგრესიით შემოსილი. ხო, ან აგრესიით შემოსული, ან ძლიერი ინფანტილიზმია რაღაცა, როცა ადამიანი ვერ ხვდება, რომ თვითონ აპასუხისგებელი თავის ცხოვრებაზე და თვითონ ვერ მართავს თავის ცხოვრებას. იგივე ხდება ერში, იგივე პროცესებია ზუსტად. ერს აქვს თავის ფუნქციონალი, ერს აქვს რაღაცა დაღვინების პროცესი აქვს, თავისი ჩამოყალიბების პროცესი. ერი ისევე სნეულებაშია ხოლმე როგორც ადამიანი და ეს სნეულებები დაწყებული დაუშვათ ბავშვური ინფანტილიზმიდან რაღაციდან დამთავრებული თუნდაც რაღაც ციკლური სირთულეებით, რომელზეც ხშირად საუბრობთ გადაცემებში.
ზოგადად კაცობრივ დედამიწა როცა გადის გარკვეულ სულ მონაკვეთებს სამყაროსი, მაშინ იწყება დაძაბულობები და ამ დაძაბულობების დროს თუ რამე სირთულე, თუ რამე პრობლემატურია თუნდაც ეროვნულ ორგანიზმში ან საკაცობრიო ორგანიზმში ის იწყებს თავის გამოჩენას, როგორც ადამიანის შემთხვევაში, როცა არის საერთოდ ციკლური დაავადებები, პანდემიები, ავადმყოფობები, ეპიდემიები, მაშინ თუნდაც იყოს სრულიად სუსტი რაღაცა ვირუსი იყოს, რაღაცა დავარქვათ, რასაც ჩვენ ვიზახით ბავშვობიდან, რაღაცა სახადს ხო ელემენტარულად მაგ დროს ყველა როცა იკლებს იმუნიტეტი ორგანიზმში, ან შეიწყება უბრალოდ ყველანაირი სირთულე ან უშუალოდ დაავადებები, რომელიც მასში ასე პასიურად მიმდინარეობს, ესენი თავს იჩენს და თუ ადამიანი აი ამ სახას ნორმალურად დაძლევს, მაშინ იგი გამოდის პირიქით გამარჯვებული, მისი იმუნური სისტემა გინდა შეგვების სისტემა, აღდგენითი სისტემა ორგანიზმის უფრო მაღალ საფეხურზე გადაიარაღდება თუ არა და თუ აყვა შიშს, თუ აყვა რაღაც ნეგატივს, შეიძლება პირიქით ჩამოინგრიოს ორგანიზმი. ანუ აი ხა გარდაიცვალოს კიდევაც. რომ მივყვეთ, ხო? ფაქტიურად როგორც ერთი ადამიანი, ისე ქვეყანა ანალოგიურად გადის ამ პროცესს, ხო? დედამიწას კაცობრიობა ერთად თელი ეს სისტემა სახეობა რაც არის კაცობრივ დედამიწა, აი ეს არის სოციალური ბუნება არის თუ ესე იგი ხილული თუ უხილავი პროცესები, თელი აი ეს თლიანი სისტემა სახეობა გადის თავის სირთულეებს და ამ სირთულეების დროს არის გამწვავების კერები რაღაცა და ეს კერები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა იმ გეოპოლიტიკურ და რუქებს და თუნდაც გეოფიზიკურ რუქებს, როცა დედამიწას ხო დედამიწას როცა რეაგირებს მიწისძვრებით იმ ადგილებში უფრო აქტიურად და უშუალოდ ან მუდმივი კონფლიქტები სადაც არის აჯახები, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ბალკანეთი, კავკასია თუ ასე შემდეგ. ზუსტად ის ადგილები რომ წვავეთ განიცდიან პრობლემატიკას რა. აი ესეთი ადგილზე ვცხოვრობთ ჩვენ, ესეც ადგილზე ცხოვრობენ ბალკანელები ხშირად მოყავს ეს მაგალითი. ესეთ ადგილზე ცხოვრობს აი ეს ისრაელის ხალხი თუ პალესტინელი ხალხი. აი ესეთი სიმძაფრის ადგილებია და ეს სიმძაფრის ადგილები დედამიწაზე ამის გარდა კიდე ბევრია, ხო? და ყოველ ჯერზე როცა გარკვეული დაძაბულობა შემოდის არასტაბილურობის პერიოდი, კრიზისული პერიოდი, ზუსტად იმ ადგილიდან იჩენს პრობლემები, დაავადებები საკაცობრიო თავს და როცა შედის აი ეს ციკლი, როცა იმატებს და შედის თავის პიკში, ზუსტად იმ ადგილებიდან იწყება მსოფლიო კონფლიქტები, აჯანყებები, პრობლემატიკები, დაავადებები და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთ კრიზისულ პერიოდებში ესეთი საზოგადოება, რომელიც ცოტა განვითარებულია, სწავლობს ამ კრიზისულ პერიოდებს და წინასწარ ემზადება. ეს შემზადება ეხება დაუშვათ როგორც საზოგადოების შემზადებას, სოდნის ესევე სამედიცინო, ესევე სამხედრო და ასე შემდეგ. კრიზისული მენეჯმენტია. ხო, კრიზის მენეჯმენტის მზადება და ასევე დაუშვათ ეს არის უკვე ცოტა აგრესიული სახელმწიფოები ან ცოტა იმპერიალისტური სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ თავის საზღვრების გაფართოებას ან რესურსების ხელში ჩაგდებას, ესენი წინასწარ მსგავსი კრიზისული პერიოდებისთვის ემზადებიან, რომ გამოიყენონ დედამიწაზე კრიზისული პერიოდი თავის სასარგებლოდ, თავის საზღვრების, თავის გავლენების და თავის გასაზრდელად და ესეთი პერიოდები დაახლოებით გამოთვლილია, რომ პირობითად არის 40-45 წლიანი პერიოდებია და საუკუნეში 1-2 მაინც 3 მაინც ხდება. ის 40 წლიანი პერიოდი, ხო, აი ხა რო ვთქვათ, ხო, მოსეს პერიოდი, რასაც ვეძახით, ხო, შეიძლება პირდაპირ არ იყოს აღქმული ეს ყველაფერი, ხო? გასაგებია, რომ ეს 40 წლიანი პერიოდი, როდესაც მსოფლიო გადის და ლიბერალური სამყარო გადადის კონსერვატულ სამყაროში და ერთჩვენიერ დღეს გაიღვიძა მთელმა მსოფლიომ და გადაწყვიტეს არა ლიბერალიზმი ხიხიაა და მოდი ახლა ჩვენ ყველა დავირაზმოთ, ეკლესიაში შევიდეთ და დედა, მამა ვიძახოთ, თუმცა წინა წლები ვამბობდით, რომ რა ვიცი, დედა, ნამდვილად დედა, ნომერ პირველი და ნომერ მეორეა, ხო? როგორ მოხდა ერთჩვენიერ დღეს ასე გაღვიძება და სრულიად შეცვლილი სამყაროს მიღება. გასაგებია, რომ ეს იქნებოდა მტკივნეული პროცესი, იმიტომ რომ შევთანხმდეთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელსაც რო უთხრეს, რომ დედა არის ნომერ 1 და მამა არის ნომერ 2 მშობელი და ასე შემდეგ და მოდით ამოვიღოთ
დავუშვათ საერთოდ ხმარებიდან აი ესეთი რაღაცეები, ის რომ თქვა LGBT საზოგადოება ფლაგმანი უნდა ყოფილიყო, ის რომ მაგალითად ეს ლიბერალური ფასეულობები წინ წამოსულიყო, ამისთვის ძალიან სერიოზულად იშრომა ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიქმნა რაღაცა ფონდები, მთელი ეს წლები იმუშავეს და დღეს მათ ეუბნებიან, რომ მოდი ხა კარგად იყავით, დედა, მამა და საერთოდ ტრადიციული სულიერი, რასაც რითიც ტრამპი მოვიდა ახლა, ხო? მეორეჯერ და რითიც დღეს შევა თეთრ სახლში. ზუსტად ეს არის მთავარი მამოძრავებელი, რომ თურმე კონსერვატიზმის გარშემო უნდა ვიყოთ ჩვენ დაჯგუფებულები და ნუ რა თქმა უნდა ცხადი ხა ჩვენ ძალიან გაგვეხარდა, იმიტომ რომ კავკასიელები ვართ, ქართველები ვართ, ჩვენთვის ეს არის ამომავალი წერტილი და იმიტომ რომ არ გვინდოდა ეს ფასეულობა გათელილი ყოფილიყო, მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ვართ ჩვენივე მოსახლეობასთან, რომელიც ასრულებს იმ დავალებას, ხო, რომელიც მიღებული ქონდა. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა წყლული დაგვაჩნდა, რაღაცა რთული პროცესია, რომელიც დროში გაიწელა. გასაგებია, რომ თვითონ იმ ადამიანებს აღარ უხარიათ ქუჩაში, რომლებიც დგანან, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ჩიხში არიან შესულები და იმდენი უყურეს მართლა ამ უფსკრულს, რომ უფსკრულმა ამოხედა მათ, იმიტომ რომ სახეზე არის გაგიჟებული საზოგადოება, ჭკუიდან გადასული და მე ვიცი შენთანაც რამდენი ზარია იმ ადამიანების, რომლებიც ვერც ემოციებს ვერ თოკავენ და დაიკარგნენ უბრალოდ, აღარ იციან ამ ფსიქოზიდან როგორ გამოვიდნენ. ჩვენგან ახლა რაც მოითხოვება მედიისგან ეს არის, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, შენგან როგორც კვლევარისგან, რომ რა უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩადგეს ეს ყველაფერი იმ ნორმალურ კალაპოტში, რასაც ქვია ქვეყნის განვითარება და სულიერებაში მოbrunება, იმიტომ რომ თითქოს მათ ამოაცალეს სულები, ალაპარაკებენ იმ სიშლეგეებს, რასაც ქუჩებში საუბრობენ, როგორ მოვაბრუნოთ ეს ხალხი. ხო, ნუ პრობლემა აქ არ არის მარტო იმ კონსერვატიზმზე, ან არ არის აქ პრობლემა ლიბერალიზმზე, აქ არის ის, რომ კაცობრიობა ვითარდება ამ ყოველი განვითარების და ციკლური რაღაც სირთულეების დროს, იგი შემდგომ ნაბიჯს აკეთებს ან წინ ან უკან. და აქედან გამომდინარე, თუ სიმშვიდის პერიოდი აქ იქ ყველაფერი დალაგებული, დაღვინებულია და ეს ლექის დალექილია ყველა ვარიანტში. და წესები არის დამკვიდრებული და უცებ როცა იწყება ეს ახალი პერიოდი, ეს ჯანჯარის პერიოდი, კრიზისული პერიოდი, ეს ყველაფერი იმღვრევა, როგორც აღვინო რომ შევანჯრიოთ და აღღრიოთ, ხო და აქედან გამომდინარე ეს ლექით ზემოთ იწევს. ამიტომ ის დადგენილი წესები საერთოდ რეალობის აღქმის წესები, რომ რა არის კაი, რა არის ცუდი, რა არის თეთრი, რა არის შავი, მამა, დედა და ასე შემდეგ ფუნქციონალი, ეს თელი წესები ადამიანის ცხოვრება და ადამიანის ღირებულები ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, დროებით სამისებ დალაგდება ყველაფერი და ყველაზე ცუდი ეს ლექი ზემოთ იწევს და აქედან გამომდინარე ეს ლექი რომ წამოიწევს ზემოთ, ხშირად არის ხოლმე ჩვენ დავუშვათ გამოთქმებში, ისტორიებში და სიტუაცია განმოცემებში და თუნდაც გამონათქვამებში რომ როცა ფარა შემოbrunდება კოჭლის ხვარიო, წინ აღმოჩნდება ხოლმე ზოგჯერ რაღაც პერიოდი რა. და დავიცავად ესა პროცესი, რომელიც ახასიათებს ზოგადად კაცობრიობის განვითარებას. ამიტომ ამ პროცესის დროს ეხლა თუ გონიერი საზოგადოება ვართ ჩვენ არათუ ამ ნარატივზე უნდა წავიდეთ, რომ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეთ, არამედ პირიქით რაღაცნაირად გამაერთიანებელი როლი უნდა ვითამაშოთ და ამშვიდებელი გამაერთიანებელი. ეს გაერთიანება არ ნიშნავს მარტო დაუშვათ მეორე ადამიანის აზრის მოსმენას ან მოფერებას რაღაც. ეს ნიშნავს პლუს იმისთვის გარკვეული სარჩოს შექმნას, გარკვეული ეს თქვა დელეგირებას პასუხისმგებლობების და საქმეში ჩამმას, რომ ეს ადამიანი არ იყოს ამოვარდნილი, თორე თუნდაც დღეს ამ ადამიანებში შიში არის, თუნდაც იმ არასამთავრობოებში არის შიში, რომლებიც მინიმუმ 20 წელიწადზე მუდმივად მუშაობენ, 25 წელიწადზე მუშაობენ საქართველოში და გარანტირებულ ხელფას იღებენ სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ევროპული რაღაც ფონდებიდან, ესენი შეეჩვიან გარანტირებულ სამუშაოებს. იქ ხალხი მუშაობს 10-15-20 წელი მუშაობს ერთ ადგილზე და აი ამათმა შეადგინეს საშუალო კლასი, ასე თუ ისე ამათ მდგომარეობა, კრედიტები, ბათშულების მდგომარეობა, სწავლის თემატიკები, სულ ამაზე იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ესენი შეეჩვიან ამ მდგომარეობას და მართლაც და ჩვეულებრივი ნორმალური სახელმწიფოსთვის ესეთი ყოფა როგორც ესენი ცხოვრობენ, ეს იქნებოდა ძალიან კაი ნებისმიერი მაცხოვრებისთვის და ნებისმიერი დაუშვათ ჩინოვნიკისთვის თუნდაც, ხო? და საქართველოში ეს სტაბილური სამსახურები არ არის. პირადად მე რა ვიცი, რამდენი სამსახური მაქვს მოცული, კარგად მიცნობ და თავის დროზე ამ არასამთავრობოებთან კავშირი ქონდა, შეუძლებელი იყო ის დაფინანსების საერთოდ მოძიება, სიტყვა იდეოლოგიის ეშინოდათ ყოველთვის მათ და ეშინოდათ იმას, რომ აი ერს თავისი რაღაც ღირებულებები გაუჩნდეს. მათ არ უნდათ თუნდაც ქართული ნაწარმის დაუშვათ
რომ ამუშავება ხშირ შემთხვევაში იყო რომ რაღაცა დახმარების ფონდები იყო, მაგალითად USAID-დან იყო ACDI VOCA იყო ორგანიზაცია ესეთი, რომელიც ასწავლიდა მაგალითად ქართველებს თუ ციტრუსი როგორ უნდა გავყიდოთ რუსეთში, ან მწვანე როგორ მოვიყვანოთ და როცა იქ შევთავაზეთ ერთხელ ქართული ტექნიკა, გამრქვევები მაგალითად ეკოლოგიური ტექნიკური ცენტრი იყო ბატონი გოგი წერია-წერუაშვილი ხელმძღვანელობდა ესეთი გამრქვევები, რომლებიც დღეს იყიდება თურქული შემოტანილია და ჩინური გამრქვევები სოფლის მეურნეობის დარგში რასაც იყენებენ. იქიდან გითხრეს ეს პირდაპირ რომ ჩვენ გვაქვს ესე მოლაპარაკება რომ მარტო ამერიკული რადგან ეს არის ამერიკული ფული, მარტო ამერიკული ამასაც სიმინძეც იგივე ხდებოდა და ძალიან ბევრი ამაზე ტექნიკას განვითარების საშუალებას არ მოგცემ და ბევრი ესეთი მაგალითები. ხო, ამას იმიტომ ვამბობ რომ აი ამ ორგანიზაციებში მომუშავე ხალხი ხო ბევრია ესეთი ხალხი ხო NGO სექტორში ამ ხალხისგან ეს თქვა აი ეს სტაბილურობა რომელიც მათ აქვთ მიღებული ეხლა თავისთავად ამ სტაბილურობის დაკარგვის ეშინიათ ეხლა ამ ხალხის ბრალიც არ არის რომ ახლა მათ ყოველას აგენტები ვეძახოთ ესეც არ შეიძლება რადგანაც ესე იყო მოწყობილი რომ ზაკ ამერიკა მძლავრობდა რეგიონში მაშინ ეს ყველა სიმშვიდე იყო ფული ნორმალურად ნაწილდებოდა მაგალითად აპრილის პერიოდში ხდებოდა ხოლმე დაახლოებით განაწილება თანხების რომელიც მერე სახელმწიფოში ხმარდებოდა და აპრილში ეს პროექტები ფინანსდებოდა და მერე ყველაფერი კარგად იყო და ეხლა ეს ხალხი საფრთხის წინაშე არა მარტო იმიტომ რომ დაუშვათ არსებული რაღაც ხელისუფლება უკვე წავიდა ამ NGO სექტორის გარკვეულად წინააღმდეგ არამედ თუნდაც იმიტომ რომ იგრძნობა ძლიერად ამერიკის დასუსტება რეგიონში თუნდაც ავღანეთიდან წასვლის მერე ამერიკის ვიტყოდი სამართლიანი წასვლის მერე ამ ხალხს ყველა შიში აქვს რომ შეიძლება ეს პროექტები რითიც მართლა საზრდოობს ეს ხალხი და თუნდაც ეკონომიკის გარკვეულ წილში ადგენს ჩვენს ეკონომიკის და ამდენი წელი ხალხი გვეხმარებოდა რამდენადაც პირიქით მადლობა გვაქვს სათქმელი არ უნდა ლანძღოთ ეს ხალხი ნაწილობრივ ვიტყოდი ეს გაგახსენებს რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც თუნდაც დღესდღეობაშია თუნდაც მაგ სექტორიდან მოდის ორჯერ სამჯერ ოთხჯერ მოხდა ამ ხალხის სახელმწიფო სექტორში გადმოყვანა სახელმწიფო სექტორები ამ ხალხითაა დაკომპლექტებული რომელმაც გარკვეული წრთობა მიიღეს NGO სექტორში ამიტომ არ შეიძლება ესე ცალსახად ლანძღვა ამ ხალხის პირიქით მადლიერად მოიხსენიოთ და ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს თუნდაც საშიშროების პროცესი რომ აღარ მოხდეს თუნდაც დაფინანსება ამ რეგიონის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეძახიან ეს ამერიკელები მაგალითად აი ამ დროს ეს ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან რეალიზმის წინაშე აღმოჩნდებიან. შენი ნარატივიდან მთავარი სიტყვა რომელიც მე დავიჭირი არის შიში. ანუ შევთანხმდეთ რომ ეს ხდება იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ ფენას ძალიან შეეშინდათ. მათ ასე შეეშინდათ შარშანაც, როდესაც ეს აგენტებზე კანონი იყო მიღებული და ჯერ განხილვაზე რა ამბავში იყვნენ, მაგრამ აქვე გეტყვი რომ მეც მაინტერესებს სად მიდის ფული, ხო? ის უცხოური ფული რომელიც შემოდის, რას აფინანსებენ? ჩვენ შემდგომში ხო ვნახეთ, არის ძალიან საინტერესო პროგრამები ბატონო რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებისთვის იყო შემოსული პროექტები და რატომაც არა განვითარებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ისეთი ორგანიზაციაც ფინანსდებოდა, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა სახელმწიფო გადატრიალებისკენ, პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილების როგორ კეთდება იმისკენ. ანუ აქ უნდა მომხდარიყო ძალიან კარგად სეგრეგაცია ალბათ. გასაგებია, იმიტომ რომ ამაზე აქ გასაგებია ხარ სამუხტ ამაზე ყველა ეს საშუალებები ჩვენ მედია საშუალებები საუბრობს, ბევრი სხვა კუთხიდან მინდა ეს დაგანახოთ რა. ეს ეხლა გახდა ესე როგორც არის ეხლა. ეს ყოველთვის იყო. ამ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური სამსახურები, საინფორმაციო სამსახურები, რომლებიც ამ ყოველთვის უნდა სწავლობდნენ და ამის პრევენციას უნდა აკეთებდნენ. ახლა ქუჩაში კი არ უნდა იდგეს 100,000-ობით ხალხი ყოველდღე, არამედ ეს წინასწარ უნდა იყოს ეს პროცესი გათვლილი, შესწავლილი, დამუშავებული და აქედან გამომდინარე რყევა ზედმეტი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს. იმიტომაც აი ვიხდით ამდენ ფულს და იმიტომაც არსებობს ეს სამსახურები, სუსი და ასე შემდეგ. მაგრამ მაგის გარდა აქ სუსზე არაა საუბარი, ხა ნება სახელმწიფოს ნება და ეს სახელმწიფოს ნება ეხლა გამოიხატა მარტო უცებ და ამიტომ აქ ჯობია ითქვას სიმართლე და ეს სიმართლე როგორი მწარეც არ უნდა იყოს, თქვათ ის რომ ჩვენ აქეთ ამ ხარეს ვიყავით პარტნიორობდით თუნდაც დასავლეთის ხარეს, ეს დასავლეთის შესუსტა და ეხლა ჩვენ გვიწევს ახალი პარტნიორების ან ჩვენ თვითონ გაძლიერება უმწევს და ამიტომ დემონიზაცია შიდა პროცესების, ადამიანების, ახალგაზრდების, ან იგივე სამსახურების არღის აქ საზოგადოების შუაზე გაყოფა და დაძაბულობით მართვა არღის რაც ხდება ბოლო პერიოდში. ამიტომ ეს დაძაბულობა რომელიც შეიქმნა ხელოვნურად ორივე მხრიდან სხვათა შორის ესაა დასავლეთის ხარეც, ესაა ჩვენი მხარეც, აქ არის უნდა ითქვას ის რომ
ყველას მადლობა ვინც დაგვეხმარა ეს 90-იანი წლებიდან აქეთკენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ერი უნდა შევკრათ, თუნდაც ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც იქიდან ფინანსდება, თუნდაც დასავლეთიდან დღემდე და შეიძლება იმდენად ფინანსდება არა, იმდენად შეიძლება შიშიც გქონდეთ, რომ ეს დაფინანსება შეიძლება შეწყდეს შემდეგ წელს ტრამპის მოსვლით, იმიტომ არის ყველა ელოდება ამ ტრამპს და ეს ამ ტრამპი რაღაც გადარჩენის რაღაცათ იმათ ევლინება. სინამდვილეში ტრამპი რაშუაშია, ჩვენშია საქმე, ჩვენ ხანდახან ძალიან გადაჭარბებულად მიმაჩნია ეს მოლოდინები. დაფიქრება, გაძლიერება, კაი კადრების მიყვანა, ერის ჩაბმა შეკრა და ჩაბმა საერთო საქმეში და ამ საერთო საქმის საკეთებლად გონიერი ხალხით მოხმობა და ესე ვერც გარდა, ვერც ტრამპი, ვერც პუტინი, ვერც კიმ ჩენ ირინი და ვერავინ ვერ დაგვეხმარება და ვერ გადაგვარჩენს, ყველას აქვს თავის ინტერესები. ეს ინტერესები აგერ გამოდიან ახლა ტრამპი, გამოდის ახლა რა ქვია მასკი და უკვე იწყებენ გარკვეული ინტერესების გამოვლენას კანადის და სხვა მსხვერპლი, მაგრამ ეს არის წინა რაღაც მოსამზადებელი პიარ აქცია, ყველაფერი პიარით იმართება ამ ქვეყანაზე. მეორე მხარე დაუშვათ, რომელიც არის ჩინეთი, ისიც თავის პიარს აწარმოებს, რუსეთი თავის ჩვეულ პიარს აწარმოებს, რომ თემს თავისიანებს, რომ დაუშვათ სხვებს რაღაცა შეეშინდათ. და ამიტომ აი ამ აზვირთებულ ოკეანეში ეს როგორც დიდი მოთამაშეების, ესე რეგიონალური მოთამაშეების ჩვენ გვმართებს დიდი ჭკუა და ეხლა ერთმანეთის თემა წება ჭკუა არ არის არანაირი და ეს რაღაც გაძლევს, ეს გატეხს, ეს რაღაცას ქმედება უყურებას გამო იწვევს სამომავლოდ, მაგრამ ამ ხალხს ჭირდება ჩვენ ხალხს, ჩვენ საზოგადოებას, თლიანად ერთიან საზოგადოებას და არ გავყოფ ლიბერალებად და კონსერვატორებად ჭირდებათ სიახლე. რომ ამ ქვეყანაში მთავრობამ ან ვინმე მოიფიქროს რაღაც სიახლე დაკავშირებული ყველა მიმართულებით, სოფლის მეურნეობიდან დამთავრებული ის მისიით და ფუნქციონალით და ამ სიახლეს ჩვენ არ თავაზობთ, კადრებს არ თავაზობთ ახალს და თავაზობთ იგივე ძველ პარადიგმას, რაცაა დაძაბული ერთმანეთში. მე შეგეწინააღმდეგები რომელმაში, იცი, რომ როდესაც მიდის ომი, ეხლა იმის დრო არ არის, რომ რაღაცა შენ აი შიდა დაპირისპირებაში, როდესაც არის. ეს დაპირისპირება, ეს დუღილი, ეს ომი რომ მიდის, ეს არის სული საგიჟეთი, რაც მიდის და ხო, აბსოლუტური. კი ბატონო. ამ საგიჟეთს უნდა ან დაუშვათ პირობები მოუწყო, ისეთი უკეთესი გზა აჩვიდო და ამშვიდო და ალაგო და იმუშაო ამ თემაზე. ან ცემატყეპაზე გადახვიდე, რასაც დღეს ვაკეთებ. ხო, ცემატყეპაზე არ გადავდივართ, მინდა ვთქვა, რომ ის რაც ეხა თვეზე მეტია ადამიანები დგანან, ილანძღებიან, ბოდიში იფურთხებიან, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ რესტორანში მიხვალ და ჩაგიფურთხებთ, კაც ეს სიგიჟია, ხო? სიგიჟია. მივედით აი ამ სრულიად გიჟურ ზღვარზე. მე მაინტერესებს სხვა რამე რა. ერთი რამე ვიცი, რომ ჩვენ გამოვიარეთ და კიდევ კარგი ამ 20 იანვრამდე მივახციეთ ისე რომ მართლა ომი არ დაიწყო და ტრამპი პირველია, რომელიც რომებს შეაჩერებს მთელ სოფლიოში და ამითი მოვიდა ზოგადად ეს იყო მისი მთავარი მესიჯი და შესაბამისად ჩვენც გადავრჩებით, იმიტომ რომ აქ მეორე ფრონტი არ იქნება, რაღაცა უბედურება არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ყავს ახლა და ერთი რაც მინდა ვთქვა, პოლიციამაც და სუსმაც იმუშავეს ძალიან კარგად, მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, რამდენი ჯგუფი მუშაობდა აქ სიტუაციის ასაფეთქებლად და ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ახლა დგება მეორე პერიოდი, როგორ დავაბრუნოთ ის ადამიანები გონებაში, რომლებიც გონებიდან არყეულები არიან. შენ ამბობ, რომ ჩვენ უნდა რეცეპტი, მთავრობა მიაწოდოს რეცეპტი, რომ თავზე ხელი გადაუსვას, რომ თქვენ არინერვიულოთ იმ არასამთავრობოებში როგორ კარგად იყავით, ეხლა შემდგომაც კარგად იქნებით. არაერთხელ მე თვითონ ვიცი ზუსტად და მეც ვიყავ ინიციატორი ამ ლაპარაკის. პრემიერმა მოუწოდა, რომ შემოდით, შიგნით შემობძანდით, ჩემთან მოდით, გამოყავით ჯგუფი 10 კაცი, 20 კაცი და ვისაუბროთ. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ნაბიჯი. არიღებს ჯერჯერობით და საუბრობა თავის მოკავშირეებს არიღებს და ეხლა მეორე მხარე რადგან საშიშროება შეიქმნა ამათ მიღებას მithmetes გაგიჟებულ მდგომარეობაში აზრი არა აქვს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო რას თავაზობს. სახელმწიფო დღევანდელი გამოთვლებით ბატონ დემურგი ორხელიძეს თუ ვერ ავეყნობით, მაგალითად 5-დან 8%-მდე ჩვენი ქვეყნის რესურსი არის ამუშავებული. როგორც ადამიანური, ესევე თვითონ მონაცემები, რაცა ეკონომიკური და აქედან გამომდინარე დღევანდელ დედამიწაზე და დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი თემაა, რომლის აქ ამუშავებაა საჭირო და გაცოცხლება აქ არის ჩამოსაყვანია, აქედან წასულები, ეკონომიკა არის გასაცოცხლებელი, რეალური ეკონომიკა ის არა. რომელი ეკონომიკა იქნება ასეთ მდგომარეობაში? ამიტომ ამის გასაცოცხლებაში ძალიან ბევრი ადამიანია საჭირო. ამიტომ რომ შეიქმნას გარკვეული ნორმალური გეგმა, სადაც დელეგირება მოხდება ამ ყველაფრის, ჩაბმა მოხდება ამ ხალხის ამ სახელმწიფოს მშენებლობაში, მაშინ ყველას რაღაც იმედი მიეცემა, იმედი გასდება საერთოდ ქვეყანაში და
მოხდება ის კი არა ჩვენ რაღაც ახალ პატრონს ვეძებთ არამედ და ტრამპი გადაგვარჩენს არაფერს არ გადაგვარჩენს ის ტრამპი მოდის ჯერ არ მოსულა ის თავის ქვეყნის გადასარჩენად მოდის თავის ინტერესების გადასარჩენად და ის რომ მოვა რას მოიმოქმედებს კი კაცი მარის მაგრამ აქ ხა მე მინდა გითხრა ჩვენ არ თავაზობთ არაფერს ისიც რომ თავაზობთ შენ როგორც აპოლიტიკური ადამიანი მე შენთან უფრო სულიერებაზე მინდა და ლაპარაკი მე გეტყვი და მე გაგაგებინებ რომ პრემიერი კვირაში რამოდენიმეჯერ ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მუშავდება ძალიან საინტერესო თემები და ასევე სურვილი აქვს არაერთხელ ხა ძალიან კარგი შეხვედრა იყო ბიზნეს ჯგუფთან არაჩვეულებრივი და თან არა მარტო იმ ადამიანებთან ვინც თქვა ოცნების პოლიტიკას იზიარებს არა რომლებიც არ იზიარებენ ოცნების პოლიტიკას და კიდევ კარგი ერთ ამბამდე ყველა მივიდა რომ რა წუთში ქუჩაში დამთავრდება აქციები ამუშავდება რესტორნები ამუშავდება სასტუმროები და ის სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ჩამოკიდებული ვართ ტურისტულ ბიზნესზე და ეს ტურისტული ბიზნესი ყვებავს ჩვენ ეკონომიკას და ძალიან გვჭირდება ეს საუბრებიც იყო ძალიან ბევრი საუბრები იყო და ახალგაზრდებმა ის მე დღესაც ვფიქრობ რომ დღეს კიდევ არის დრო რომ ახალგაზრდები შევიდნენ სალაპარაკოდ ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი რომელსაც ხმა აქვს აღებული რაღაც გარკვეული რაოდენობით ცოტა მანდატი ხო არ უჭირავთ ხელში შევიდნენ და იქ ილაპარაკონ პარლამენტში მაგრამ მოდი მე და შენ დაუბრუნდეთ სხვა რამეს მე თვითონ ძალიან ბევრი დრო არ აგვაქვს ფაქტია რომ წყლულია ფაქტია რომ სულიერება ძალიან დაბალ ნიშნულზეა დაცემული და ფაქტია რომ გაჯანსაღება ჭირდებათ გონში სულში ერთია რომ თქვათ დაველოდოთ იმას ვინ რას შესთავაზებს მე აქ არ გეთანხმები აბსოლუტურად მეორეა ეხლა რა გავაკეთოთ თვითონ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში რომ რაღაცა უნდა შეცვალოს. სიგიჟემდე მისულ მდგომარეობაში. ვერაფერს თვითონ ჩვენ სახელმწიფო და ჩვენ არაფერს არ თავაზობთ ამ ხალხს. სუქში რო არ უნდა მიფურთხოს რა უნდა შევთავაზო. ეს მისი სიგიჟეა, მაგრამ ეს სიგიჟე მასიურია. სიგიჟე უნდა გაკონტროლებული ამის გამო და დაიკეტოს ტელევიზია, ამის გამო და ეს არის ძირეული რაღაც ძირითადი რაღაცა ჩვენი მახასიათებელი ერის მაგალითად სტუმართ მასპინძლობა. რომელიც თუ მოიშალა ჩვენ ძალიან ბევრ ამას კარგავს როგორც კავკასიაში პიროვნულად და როცა ესეთი რაღაცაა და შენ არ რეაგირებ ამაზე და არაფერს არ აკეთებ ესე იგი შენ სამაში დამნაშავე ხარ ხო და ამიტომ აქ არ არის ხლა კონკრეტულ სიგიჟეებზე საუბარი აქაა საუბარი იმაზე რომ აქ უნდა გახდეს პროცესი საინტერესო ყველასთვის რომ ყველა ჩაებას რაღაც ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის იდეაში და არა იმაში რომ ტრამპი გადაგვარჩენს და ამ გადარჩენის გამო მე შემინარჩუნებ ძველებურ სისტემას და ვერ შეინარჩუნებ ძველებურ სისტემას. როგორ წარმოგიდგენი ადამიანი, რომელიც ასე დგას, იწყვება, რომელმაც მაცხოვარის გამოსახულებით კუბო დაწვა, რომელმაც ვუდუს თოჯინები რაღაცა ამას აქნა. აი ასეთ მდგომარეობაში ყოფ ადამიანთან როგორ უნდა ვილაპარაკო? ხო და საქმეს მაგაშია ეს არის ერის დაავადება ესე ჩანს და შენ რას აკეთებ მეორე მხარე ამას მიდიხარ და ურტყავ თავში და თიშა არა მეორე მხარე არა ცდილობ შემოიყვანოს დიალოგში შემოიყვანო ამას დიალოგი არ ჭირდება ამას ჭირდება გაკოჭვას ჭირდება საგიჟეთის საშინელში არ ჭირდება იქ ჩასმა ჭირდება ხო როცა ნორმალურად გადავა ადამიანი და არ ჭირდება ამას თემატყება 200 კაცი რო ურტყავს ერთს არ შეიძლება ამის და 200 კაცი ისინი ურტყავდნენ ზუსტად პოლიციელებს 150 ადამიანი პოლიციელი დღემდე მეებში რჩება სტაციონარებში. ხო, არ ჭირდებოდა, ამიტომ არსებობს უსაფრთხოების სამსახურები, უსჭიროების სამსახურები, რომლებიც ამას პრევენციას აკეთებენ წინასწარ. არა, იტო გითხარით, თავიდან პრევენცია უნდა კეთდებოდეს. შენ ჩემ გასანახად კი არ უნდა გაკეთებდე თემატყებას ხალხის ქუჩაში დღეების განმავლობაში. არამედ ეს სამსახურები, შიდა პოლიციური რაღაცა, პოლიტიკური ჟანდარმერიად კი უნდა აქციო, არამედ აი და საშიშროებები მათმა გაითვალონ და დაამუშავონ ეს თემატიკა წინასწარ. წინასწარ იყო დამუშავებული იმდენი ორგანიზაცია გამოვლინდა. აკერმანის მთელი ჯგუფი როგორ იყო ჩატარებული? რატო არ გამოცხადა პერსონა ნონ გრატებად ეს ყველა? რატო? აი, იცი რა არის? იმიტომ რომ ალბათ არ იყვნენ მომხრე ხისტი პოლიტიკის. თორე მე მაგალითად ვფიქრობ რომ მაიკლ ორთი რომელიც ჩამოდიოდა იდგა ეკლესიასთან და ამბობდა თქვენ გონიათ ეკლესია გიშველითო, რა თქმა უნდა პერსონა ნონ გრატად უნდა ყოფილიყო გამოცხადებული. ამიტომ მე ვარ სახელმწიფოსკენ და სახელმწიფოს მოაზროვნე ადამიანი. სახელმწიფოსკენ ნიშნავს იმას რომ მე კი არა ვარ დღეს რომელიღაც ხარეს. არამედ ვარ მე ჯანსაღი სახელმწიფოსკენ, სადაც ყველაფერი თავის ადგილებზე იქნება. სუსი შეასრულებს თავის ამოცანას, კონტრაზერვა თავის ამოცანას, სახელმწიფო პოლიტიკოსი თავის ამოცანას და არ იქნება აღრეული ეს ყველაფერი და სანამ აღრეულია, აი ამას ვიღებთ ამ თემატყებას. ანუ ზედმეტი ფერებაც არ შეიძლება. ფერებაზე არ არის გონიერება ამ საჭირო, გონიერების შემოტანაა საჭირო და სახელმწიფოს დაალაგებაა საჭირო და თუ არ შეგიძლია, მაშინ უნდა სხვა უნდა მოიყვანო, ან სხვა დაეკითხო. არ შეიძლება ახლობლებით ნათესავებით აი ყველაფერი აგრძელო და ეს სისტემა ესე ვერ გაგრძელდება. ამ სისტემამ გამოიწვია გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ჯერ არ იკლებს და ამ დაძაბულობის თემატყების ჩახშობა შეიძლება რაღაც დრო პერიოდი, მაგრამ
აქ არის ის ზუსტად სულიერებაზე როცა ვსაუბრობთ, რომ სულიერება რაც არის ესა პოტენციალი ადამიანების, ამ პოტენციალების ადამიანების პოტენციალი იყოს გამოყენებული და ეს უნდა იყოს გამოყენებული თუ სახელმწიფო სულიერება რაც არის, ისაც არის მისი მისია სულიერი რაც არის, არ არის მარტო ეკონომიკური მისია, არამედ სულიერი მისია, აი ეს რომ შესრულდეს ეს მისია, ამიტომ ახალგაზრდებიდან და ხალხისგან ჭირდება ის სულიერი პოტენციალი, რომ სწორედ გამოიყენო და ამიტომ ჭირდება ამას მოაზროვნე ხალხის სათავეში ან ეს მოაზროვნე ხალხი ეკითხებოდეს ვიღაცას მოაზროვნეს და ეხლა შენ არც ერთი გინდოდეს, არც მეორე გინდოდეს და გინდოდეს შეინარჩუნო რაღაცა, ხო? ასე არ გამოვა და ამიტომ რთული პერიოდია. ეხლა კიდე უფრო არ მიდის ეს სისრულების პერიოდი დედამიწაზე. ეს კიდე იმატებს ტრამპის რო გიხარიათ ყველა ტრამპის მოსვლა, ეს იმდენად ამბიციური ტიპია და ორივე მხარეს ამბიციური ტიპი რო დახჭარჩება და სამივე მხარეს რას გამოიწვევენ ესენი კიდე კაჩულმა არ იცის. ამიტომ ტრამპს კი ნუ უყურებს ჩემო ზურფასებო. თქვენ თავს უყურეთ გაძლიერდით, ერთმანეთში კარგი დაინახეთ, ნორმალური სახელმწიფო შექმნით, ნუ ურტყავთ ერთმანეთს, ნუ აფურთხებთ და ნუ აგინებთ ერთმანეთს და დაიწყეთ გონიერი ადამიანების შემოკრება. გაძლიერდით, შეეშვით ამ ტრამპებს და იმეებს. მადლობა, ირაკლი სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და ალბათ როგორც რეზიუმე უნდა ითქვას, ზედმეტი ლიბერალიზმი აფუჭებს სიტუაციას, დემოკრატია კარგია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ დემოკრატიისგანაც აი ესეთი სავალალო შედეგები. ზედმეტი კონსერვატიზმიც აჩერებს პროცესებს. და გიჟების აგიჟეთში. ძალიან დიდი მადლობა, შემდეგ ორ შაბათამდე გამშვიდობებით.